კარსა მომდგარი ახალი წელი, ყველაზე საოცნებო, ყველაზე ჯადოსნური და ყველაზე ჯიუტად დადებითი ენერგიებით განწყობილი, იმიტომ ადამიანების 90%-ს ჯერა რომ გაცილებით კარგი იქნება მომავალი წელი, ვიდრე იყო და არის და ეს ყველაფერი ჩვენს ადამიანურ ბუნებაზეა ზაღლამაზად მიბმული. მაშას ახალი წელი, ახალი იმედების, ახალი კონტაქტების, ახალი სრულების ახდენის რადგანაც არის, ვისწავლოთ ზუსტად აი ჩვენი ადაწესებთან ერთად ერთი ადაწესი, რომელიც ძალიან ძველი სლავებიდან მოდის და ჩვენს გადმოვა ქართულ გადმოვა ახლობ, ხო კარგია? კი ბატონო, ამისათვის რა არის საჭირო? იმ ჩვენს სადღესასწაულო მდიდარ თუ ნაკლებად ასე იგი სუფრაზე ყოველთვის იქნება ზამთრის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი, რომელსაც სახელად ქვია მანდარინი. ხო და გვჭირდება ამისათვის მანდარინი. მანდარინი თვითონ მზის ენერგიას, მზის იმპულსებს გადმოსცემს, პოზიტიურ გარემოზე არის დამყარებული, მოაქვს სასიცოცხლო ენერგია და პლუს ამას წარმატება. ხო და ჩემო ძვირფასებო, ავიღებ ძალიან ლამაზ თავს, რომელიც ძალიან გვიყვარს და მოვათავსებთ ზუსტად 12 მანდარინს. აქვს მნიშვნელობა ჩემო ძვირფასებო, არც ნაკლები არის მეტი 12 მანდარინი, რომელიც თავისთავად განასახიერებს წელიწადში არსებულ 12 თვეს. და უნდა განსხეულდეს ამ პერიოდისათვის და უნდა მოხდეს ასე ვთქვათ განაწილება ამ სურვილების ახდენის, მაგრამ სურვილები არ არის ერთი სურვილი, რომელსაც ვიფიქრებთ ხოდო-მხოდ მაშინ, როცა 12-ჯერ შემოჰკრავს საათი. აი ზუსტად 12 საათი გახდებოდა ახალი წელის შემოვა, ერთ ძალიან სანუკვარ სურვილს. კარგად დაიმახსოვრეთ, ერთ ძალიან სანუკვარ სურვილს. ვიღებთ ერთ მანდარინს, გავფურცგრით და მივირთმევთ რა საკვირველია. კანი არ გადააგდოთ, რაღაცას კიდე გასწავლით. ოკეი. რაც შეეხება დანარჩენ 11 მანდარინს, დანარჩენ დღეებში, მომდევნო დღეებში მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენს ახლობლებს დაურიგოთ და მივირთვა და ჩაუთქვით იქაც თქვენი სურვილები. აი შეჭამა ბებომ, შეჭამა ბაბამ, შეჭამა ბიძაშვილმა, შეჭამა მეზობელმა, შეჭამა დაქალმა, შეჭამა ქმარმა, შეჭამა შეყვარებულმა, ცოლმა თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. არ აქვს მნიშვნელობა. აი გულით და სულით გადაულოცეთ მათ, იმიტომ რომ იმ ადამიანებს მიეცით, ვისაც დარწმუნებული ხართ, გულალალად უყვარ ხართ და რა ისე, როგორც იტყვიან ხოლმე, ფარსიფიცირებულ სიაფანტურად, არა, დარწმუნებული რომელიც რაშიდაც ხართ, დაახლოებით ეს იქნებიან ჩვენი ოჯახის წევრების სისხლი და ხორცი, ხო ასეა. და აი მათ გადაურიგეთ. რაც შეეხება ჩემო ძვირფასებო, იმ ერთ მანდარინს, რომელსაც შევჭამთ, დარჩება მისი კანი, ხო? ეს დაახლოებით ყველას არ გამოადგება იმ ადამიანებს, ვინც არ აქვს ოჯახი შექმნილი, მოკლედ არ არის დაქორწინებული, არ არის დაწურშვილებული, მოდი ასე ვთქვა და უკვე დრო დაადგა და ფიქრობს, რომ 2025 წელი მოგვიტანს ამ დაწყვილებას. ამისათვის რა არის საჭირო? აი პატარა მანდარინის კანისგან უნდა გამოვთვალოთ, მე მეტი არ გამომივდა, ნაკლებად მხატვრული ის მაქვს, ასე ვთქვა, ნიჭი მაქვს, ამ ყველაფრის ესეც მოძრა პატარა გულები. მამაში შემავალი, მანდარინის ქერქში შემავალი ეთერზეთები, ძალიან კარგი სურნელებით აქვს, ხოთა შორის ფეჩს ეგრეთ წოდებულ მისი გამოწვის შედეგად ციტრუსოვანი ეს ეთერზეთები იღვრება და ძალიან დადებითად განაწყობს ჩემო ძვირფასებო. ეს არის ძალიან კარგი ვიბრაციებს უშვებს, იზიდავს ასევე თქვენთვის ხელსაყრელ და მოდი ასე ვთქვათ, სამაგალითო პარტნიორს. აი ესე ჩამოკიდეთ, ასეთი გულის ფორმა გააკეთეთ, დამიც რამდენიც კიდათ იმდენი გააკეთეთ, მთავარია ჩაუთქვათ ისეთი სიტყვები, ახალი წელი, ამას გაუკეთებთ და დაუწყებთ ასე შებნევას თქვენ საყვარელ ნაძვის ხელს, ახალო წელო, გამოაღეკარი, შენ საქმრო, მე საცოლე, იყავი ჩემთან და შევქმნათ ოჯახი. ან ვიცხოვროთ ერთ ოჯახად. მოკლედ თქვენი სიტყვებითაც შეგიძლიათ გააფორმოთ ეს ყველაფერი და მიაბით სანუკრად თქვენ საყვარელ ნაძვის ხესთან. მოკლედ ეს ბოლო მეორე განყოფილება და ნაწილი იმათთვის, ვინც არ არის ქორწინებაში და უნდა კარგი და პრინციპში შეიძლება ქორწინებაზედაც არ წავიდეთ შორს, შეიძლება ეს იყოს ადამიანი, რომელსაც არ უნდა ოჯახი შექმნა, მაგრამ უნდა საპატიო და მეტად ღირსეული პარტნიორის ნახვა, რომელსაც ძალიან დიდი სიამოვნებით გამოიწვევს და დაეხმარება მან და ხან გაგიკვირდებათ. ძალიან ბევრი ალბათ გაიღიმებს ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ. რაღაცა ძალიან დიდი სკეპტიკური ვირუსების შეძრება და არავინ არ დაიჯერებს თითქოს, მაგრამ
დარწმუნებული იყავით ძველად რაცა კეთდებოდა წლების და საუკუნეების აპრობაციის შემდეგ უკვე დავწმუნდით და დაგვიდო ესეც ცხოვრებამ ეს მაგალითები შეიკრა კრებსებად, რომ ის არის აპრობირებული, ის არის ნამდვილი, ის არის პრაქტიკაში გამოცილი, ასე რომ ჩვენც ეს გავაგრძელოთ. მთავარია აქ ჩავდოთ იქ, რაც ყველაზე მეტად მთავარი იყო თავისთავად თავის დროზე და ეხლაც და ყოველთვის აქტუალური იქნება. ეს არის უდიდესი და უკიდეგანო რწმენა იმისა, რომ თქვენი ოცნებები ახდება. მას თავისი კეთილი ზრახვებიდან გამომდინარე შეიწყალებს და შეისმენს სამყარო და მანდარინის იქნება თუ პორტოხლის იქნება თუ ვაშლის თუ ბროწეულის თუ კატის თუ რა ვიცი დაფნის ასეთი შუამავლობით ჩვენ აუცილებლად დაგვიბრუნდება ის მისი ახთენის თვალსაზრისით. ოღონ ერთ რაღაცა ყოველთვის გაითვალისწინეთ, თორსა სულზე ფიქრობ და როცა მის ჩაფიქრებაზე და ოცნებების ახთენაზე ფიქრობ, ეს თქვენი სურვილები არ გადაჭარბდებოდეს და არ უნდა გავიდეს რაღაც ზღვარს, სადაც იწყება სხვისი ზონა. არ უნდა გადაჭრას სხვისი თავისუფლება, სხვისი უფლებები და არ უნდა წაიღოთ, ამ ლაპარაკობ რაღაც მატერიალური ვიღაცის აიღოთ და წამოიღოთ. ანუ ვიღაცის კუთვნილი და შეუბღალავი ენერგია არ უნდა დააბინძუროთ და არ უნდა მოგინდეთ მისი ხელყოფა. ანუ როგორც იტყვიან ძველად, ხის უბედურებაზე, საკუთარ ბედნიერებაზე არ იფიქროთ. სხვისი წართმეული რაღაც საგნით თუ გინდა და თუნდაც რაღაც სულიერი ნაწილით არ მოგინდეთ საკუთარის დამკვიდრება, თუნდაც გამბიდრება და თუნდაც რაღაც ესეთი ჟინიანი სურვილების ასრულება. ეს ყოველთვის დაიმახსოვრეთ, ეს ძალიან მთავარია, რომ სხვის ვნებაზე არ ახდეს თქვენი სურვილები. არც უნდა გინდოდეს პრინციპში, იმიტომ რომ იცით რომ კარმაია და ბიჭ მიყვარს ამის თქმა, მაპატიეთ, მაგრამ რა ვიცი, მრავალგზის არის გამოცდილი და ბრუნდება და ცუდათაც ბრუნდება. ბევრი გამიგზელდა, ეხლა მერე კიდე იქნება უცილებლად პატარა ლაიფჰაკები, პატარა მეთოდები, როგორ ჩავიფიქროთ, როგორ შევხვდეთ, ზოგადად რა გველოდება, დიდი გრანდიოზული გაშლებით გველოდება, რომელსაც რუდუნებით გიმზადებთ, რაღაც ესე პროექტზე ვფიქრობთ, ვინც შემთან ჩაეწერება, ძალიან მაგარ რაღაცას წააწყდება, ძალიან რაღაც კარგ ინსტრუქციას მოიპოვებს, რომ მთელი წლის განმავლობაში მას მიყვეს როგორც ერთგული მრჩეველი, ძალიან კარგი მეგობარი, გზამკვლევი, მოდი ასე ვთქვათ და ძალიან კარგი რაღაცა ფსიქოლოგი და კოუჩი და გურუ და რა ვიცი რაც კიდე ეს არის ჩვენი ტაროს კონსულტაციები და მე ვფიქრობ რომ რაღაცნაირად დავხვეწოთ და მოგაწოდოთ ისე თქვენ როგორ გაგიხარდებათ და თქვენთვის როგორც იქნება ლამაზად მორგებული. მე ძალიან მიყვარხართ, მინდა რომ წარმატება გისურვოთ თქვენი ოცნებების ყველა სახთენას თუ არა, სადღაც დიდი პროცენტით დაკმაყოფილებას მაინც გისურვებთ, იმიტომ რომ მერე დანარჩენი პროცენტებისათვის კიდევ უფრო ხალისი გქონდეს და უფრო მეტი შემართება და ენთუზიაზმი ჩვენს ცხოვრებას. კი ბატონო, მოდუნება იცის ყველაფერს ახდენა. ყველაფერს ქონა, მერე ჩაყურები ჩამოყრა და მელანქოლია ეცით, არ გაგეცილოთ ეს მართლა ასეა. ძალიან მიყვარხართ, ძალიან გაფასებთ, ძალიან მიჩემიანებით და მე ვფიქრობ, რომ ერთად მალე და მარტივად და ოპერატიულად დაასწრებთ ჩვენს პრობლემებს. თუ ის გადაგვიღობება, რასაკვირველია. პოზიტივი, მეტი ხიმილი და გაცისკროვნება. გაუზიარეთ სხვებსაც აღნიშნული ვიდეო და რასაკვირველია, მის ქვემოთ შეგიძლიათ ჩაწეროთ. მე ჩავიფიქრე სურვილი. ასეთი პატარა ფრაზა. მიყვარხართ.